ძალიან შემოვიდა საქართველოში ისრაელის როგორც სახელმწიფოს ღვთის რჩეულ ერად და სახელმწიფოდ განხილვის თქვა დოქტრინა, რაც არის ერესი, რადგან ისრაელი, რომელიც იყო ძველ აღთქმაში, დასრულდა ქრისტეში და ახალი აღთქმაში ეკლესიაა ისრაელი. ვიმეორებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახალი აღთქმა ძალიან ნათლად ეკლესია ძალიან ნათლად 2000 წელია განმარტავს, რომ ისრაელი როგორც ეთნოსი იყო გამორჩეული მხოლოდ ძველ აღთქმაში და ის იყო ეკლესია. ხოლო ქრისტეს შემდეგ ქრისტეს მიერ დაარსებული ახალი ერი არის ახალი ისრაელი. ყველა ვინც მოინათლა ქრისტეს სახელით, მიუხედავად ეთნოსისა, რასისა და ასე შემდეგ, არის ისრაელი. დიახ, მეგობრებო. ჩვენ ვართ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, დამყნობილი იმ ზეთისხილის ხეზე, რომელსაც ქვია ისრაელი. მოდით ცოტა დაწვრილებით გავიაროთ და ასევე ვნახოთ თუ საიდან მოდის ეს მითები. მინდა ვთქვა, რომ ძველი, როგორც აღნიშნე, აგერ ძველი ისრაელი, როგორც ეკლესიის წინასახე, არის უკვე საქმეებში მოხსენიებული. რას ამბობს საქმეების მე-7:7:38. ეს არის ის, ვინც იყო ეკლესიაში უდაბნოში. ანუ უდაბნოში გამოსვლათა წიგნში ძვირფასო მეგობრებო, მოსეს დროინდელზე ვსაუბრობთ. ის, ვინც იყო უდაბნოში, ის იყო უკვე ეკლესია. ანუ ისრაელი ყოველთვის იყო ეკლესია და მას შემდეგ რაც ეკლესიას დაარსდა, იგი აგრძელებს იმ ძველი ეკლესიის ეკლესიობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რას გვეუბნება რომაელთა მიმართ მე-9-6 სტროფები. არა ყველანი, ვინც ისრაელისგან არიან, ისრაელნი არიან. არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად. ანუ ყველა ებრაელი ეთნიკურად კი აღარ არისო ისრაელიო. ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს პავლე მოციქული, რომ ეთნიკური ისრაელი არ ნიშნავს სულიერ ისრაელს. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში იგი ამბობს, რადგან არც წინა დაცვეთა ნიშნავს რამეს, არც წინა დაუცვეთელობა, არამედ ახალი ქმნილება და ღვთის ისრაელი. ღვთის ისრაელი, რა თქმა უნდა, არის ეკლესია. ანუ პეტრე მოციქული რას ამბობს თავის პირველ ეპისტოლეში, ხოლო თქვენ ხართ რჩეული მოდგმა სამეფო სამღვდელოება წმინდა ერი. ეუბნება იგი ადრესატებს წერილისას, ვინც არიან, რა თქმა უნდა, ეკლესია. თავდაპირველად ეს ტერმინები, რაც ახლა ვისაუბრეთ, გამოსვლათა წიგნშია და ისრაელს ეკუთვნოდა. ახლა კი იგი ეკლესიას ეკუთვნის. წმინდა იუსტინე მარტვილი კარგად ამბობს, ძალიან კარგად უხსნის ამას ებრაელ დიალოგში, ებრაელ ტრიფონს, სადაც ეუბნება, რომ ჩვენ ვართ ეკლესიაზე ამბობს ჭეშმარიტი ისრაელი. სულიერი ისრაელი, რომელიც გამოვიდა იაკობისგან, ისააკისგან და აბრაამისგან ქრისტეში. ირინეოს ლიონელი ამბობს, ერთი და იგივე ღმერთია, რომელმაც აღთქმა მისცა ისრაელს და აღასრულა იგი ქრისტეში, ეკლესიაში. იოანე ოქროპირი განმარტავს, ისრაელი დარჩა გარეთ, ხოლო ეკლესიაში შევიდნენ ისინი, ვინც ირწმუნეს, რადგან რწმენაა ის, რაც ადამიანს აბრაამის შვილად აქცევს. ესეთი ამბავია ძვირფასო მეგობრებო. კირილო ალექსანდრიელი ამატებს, ეკლესია არის ძველი ისრაელის განახლება სულიწმინდა და ჭეშმარიტებით. სულთმოფენობის შემდეგ. ნეტარი ავგუსტინე დიდი მასწავლებელი ამბობს, ეკლესია იყო დამალული ძველ აღთქმაში და გამოცხადდა ახალში. მას საიდან მოდის ეს მითები, რომ დღევანდელი ისრაელი არის რაღაცა ღვთის რჩეული, სახელმწიფო ისრაელი არის ღვთის რჩეული ერი. ეს მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა პროტესტანტიზმში. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო კაბალამ. კაბალა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. კაბალისტური ეს ნარატივები, რომლებიც ძალიან გავრცელებული იყო. კაბალა ზოგადად ებრაული მოძღვრება, რომელიც გავრცელებული იყო თალმუდისტებში და გარკვეულ ჯგუფებში. იყო ასეთი დარბი, იყო პროტესტანტი თეოლოგი, რომელმაც მე-19 საუკუნეში ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული დისპენსაციონალიზმი, რომელიც არის პროტესტანტული ესქატოლოგიური, რას ნიშნავს ესქატოლოგიური, ბოლო ჟამის ეკლესიოლოგიური სისტემა, რომელიც ამტკიცებს, რომ ისტორია იყოფა ღვთის მოქმედებების ეპოქებად, რომელსაც უწოდა
დისპენსიები ასე უწოდა. მან თქვა, იგი ამბობდა, რომ ისრაელი ცალკე ებრაელი ერი არის, ცალკე ღვთის ერი და ეკლესია არის ღვთის მეორე ერი. ანუ ორიერიაო. რაც აბსოლუტურად სისულელია, რადგან არც ერთ ეკლესიის მამასთან მე-19 საუკუნემდე, არც ლუთერთანაც კი, არავისთან სხვასთან, არავის სხვა პროტესტანტთან რამე არ იყო შემჩნეული. რადგან არანაირი ახალი ანუ იგი ამბობდა ეს დარბი ამბობდა რომ ტაძარი უნდა აღდგეს ნახეთ როგორ მზაკრულად მოქმედებს ეშმაკი იერუსალიმი უნდა დაიბრუნოს იმან რა ქვია ებრაელმა ერმა ტაძარი უნდა აღდგეს და მსხვერპლ შეწირვა ძველი აღთქმის უნდა აღდგეს არა და პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს ერთხელ შეიწირა მსხვერპლი სამარადისოდ აი ჩვენ რო წირვაზე დავდივართ იმ ერთხელ შეწირული მსხვერპლის რადგან ის მსხვერპლი არ იყო დროში limitირებული ამ წირვის გამეორებებია. ანუ ახლიდან შეწირვებები კი არ არის, გამეორებებია. ასე ვთქვათ, უჟამო წირვებია. ხდებით? თან უსისხლო შერბს შეწირვა, ჩვენ რო ვეზიარებით უფლის სისხლს და ხორცს, იმ უსისხლო შერბს შეწირვის უჟამოდ, ასე ვთქვათ, ესენია, რა ქვია, აღსრულებებია. ხოლო ეს დარბი ამტკიცებდა რომ იერუსალიმში ახალი მსხვერპლი უნდა შეიწიროს და ახალი ტაძარი უნდა იმასქნას და მზად არის სხვათა შორის როგორც ამბობენ ტაძრის კედლებიც და ასევე დასაკლავი ის ხარი თუ რაღაცა რომელსაც კლავდნენ ხოლმე ირინეოს ლეონელი გვასწავლის ვინც არ იღებს ქრისტეს ის ვერ არის აბრაამის შვილი თუნდაც ხორციელად იყოს მისგან ანუ სულ რო გენეტიკურად იყოსო ებრაელიო თუ ქრისტეს არ იღებს იგი არ არის აბრაამის შვილიო იოანე ოქროპირიც ამატებს წინა დაცვეთა აღარ განსაზღვრავს ღვთის ხალხს არამედ ჯვარი კირილე ალექსანდრიელი ამბობს წინასწარმეტყველებები აღსრულდა ქრისტეს ეკლესიაში არა მომავალ პოლიტიკურ სახელმწიფოში არამედ პირდაპირ ამბობს რომ მომავალი პოლიტიკური სახელმწიფო არ არსებობს და არ დაიჯეროთო ავგუსტინეც ამატებს ძველი აღთქმის დაპირებები ეკლესიაში სულიერად სრულდება. ანუ ებრაელი ერი აღარ არის რჩეული ერი, არამედ ქრისტეში ვინც არის. მათ შორის ვინც ქრისტეში თუ ვინმე ებრაელია ქრისტეს ეკლესიაში, მაშინ იგიც არის აღთქმის ნაწილი, ანუ აბრაამის შვილი. აბრაამის შვილობა აღარ განისაზღვრება ეთნოსით და გენეტიკურად, არამედ განისაზღვრება ნათლობით, ახალი შობით, რასაც ქვია ქრისტეს ეკლესიის წევრობა. მადლობა ყურადღებისთვის.